მოგესალმებით, ეს არის პოდკასტი ჯანმრთელობის მატრიცა, რომელსაც გთავაზობთ კლინიკა ნეოლაბი. დღეს ვისაუბრებთ მე მაია ბუწაშვილი, ინფექციონისტი და გიორგი კამკამიძე, ალერგოლოგი, იმუნოლოგი, ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არის ვირუსული ინფექციები, გახანგრძლივებული ხველა და ბრონქული ასთმა. ჩვენ ახლა ამჟამად ვიმყოფებით ვირუსების სეზონზე, განსაკუთრებით ბობოქრობს გრიპის ვირუსი, რომელიც წელს თითქოს აშკარაა, რომ ბევრად უფრო სწრაფი გავრცელებით ხასიათდება და უფრო ადრეა თითქოს პიკი, ვიდრე გასულ წლებში. გარდა იმისა, რომ ცალკე აღებული გრიპის ვირუსი და სხვა რესპირაციული ვირუსები თვითონ უქმნიან ადამიანის ჯანმრთელობას პრობლემას, მწვავე პერიოდში, რომელიც დაახლოებით 5-7 დღე გრძელდება ხოლმე, ვირუსული ინფექციების გადატანის შემდეგ ადამიანებს ძალიან აწუხებთ ხველა. ხველა ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომია თვითონ მწვავე პერიოდშიც, მაგრამ როდესაც გაივლის ცხელება, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი, რაც არის ხშირი სიმპტომები გრიპის თუ სხვა სასუნთქი გზების ინფექციების, ხველა ყველაზე ხშირად რჩება, ზოგჯერ დიდხანს რჩება და ადამიანებს ეს ძალიან აწუხებთ, განსაკუთრებით თუ ბავშვს აქვს გახანგრძლივებული ხველა, მშობლები ძალიან შფოთავენ. გახანგრძლივებულ ხველად კვალიფიცირდება თუ გრძელდება 2-3 კვირაზე მეტხანს. გახანგრძლივებული ხველა შეიძლება გრიპის გარდა სხვა ვირუსებმაც გამოიწვიოს, ეს არის რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, რინოვირუსი, კორონავირუსი და ასე შემდეგ. აქ ჩვენ ახლა ძირითადად გვინდა დავუშვათ პირველი საკითხი, რატომ ხანგრძლივდება ხველა? ანუ, როდესაც ვირუსი აღარ არის, აი ეს რომ განვმარტოთ, ვირუსი აღარ არის, მაგრამ ხველა მაინც გრძელდება გაუთავებლად. ეს ძალიან ხშირი შეკითხვაა ხოლმე და ძალიან ბევრს აწუხებს და აქ უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში არის მომატებული მგრძნობელობა სხვადასხვა ფაქტორების მიმართ შეიძლება იყოს, ანუ ვირუსი უკვე აღარ არის ორგანიზმში, მაგრამ რჩება ის ანთებითი პროცესი, რაც გამოიწვია ვირუსმა და შესაბამისად ჩვენი სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსი ხდება უფრო გრძნობიარე სხვადასხვა ფაქტორების მიმართ. ეს შეიძლება იყოს მაგალითად ხანგრძლივი საუბარი, ან ცივი ჰაერის ჩასუნთქვა, ან სიცილი, ან სხვადასხვა ტიპის სხვა გამღიზიანებელი, რომელიც შეიძლება ესე პირდაპირ კავშირში არ იყოს, თქვათ, როგორც მიზეზი, უბრალოდ ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი ფაქტორის მიმართ ჩვენი სასუნთქი გზები უფრო მეტად არის მგრძნობიარე, თუმცა თანდათან დროთა განმავლობაში ხდება ლორწოვანის აღდგენა და ეს სიმპტომები შესაბამისად მილევადია და უნდა გაიაროს ამ სიმპტომებმა, თუ მათ არ აქვთ უფრო, თქვათ, მყარი რაღაც საფუძველი, მათ შორის ალერგია არის ერთ-ერთი ასეთი საფუძველი, ან სხვა დაავადებები სასუნთქი გზების, რომელიც შეიძლება უბრალოდ ამ ვირუსულმა ეპიზოდმა გამოავლინოს. და ასევე ჩვენ პაციენტებს ვაფრთხილებთ ხოლმე, რომ თუ ხველა იყო, თქვათ, მაგალითად მშრალი, ან ბუნებად თუ შეიცვალა, იყო მშრალი და თუ გახდება სველი, ანუ ნახველი წარმოიქმნება, ეს ნახველი არის ყვითელი, მომწვანო ფერის, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ადგილი ქონდეს ეგრეთ წოდებული მეორადი ბაქტერიული ინფექციების განვითარებას, ანუ ახალი ბაქტერია დაერთოს პროცესს და შეიძლება გახდეს საჭირო ანტიბიოტიკებით მკურნალობა და ამიტომ ასეთ დროს პაციენტმა აუცილებლად უნდა შეატყობინოს ექიმს ამ ცვლილების შესახებ. რა თქმა უნდა, აღარაფერს ვამბობ თუ სისხლიანი ნახველია, ეს ერთ-ერთი საგანგაშო სიმპტომია. ხშირად ხველა, როდესაც აქვთ პაციენტებს, თვითნებურად მკურნალობენ ანტიბიოტიკებით, რაც სრულიად მიუღებელია, იმიტომ რომ როგორც ახლა ხანს ვთქვით, უმრავლეს შემთხვევაში იქ ინფექციური პროცესი აღარ მიდის, ვირუსის დროს ისაც არ ნიშნავთ ანტიბიოტიკებს და ვირუსი როგორც წესი აღარ არის ხოლმე და არც ბაქტერია არ არის, უბრალოდ ეს არის გაღიზიანებული ლორწოვანი გარსის რეაქცია და დრო უნდა რომ გაიაროს, არა და კიდევ ვიმეორებ, ხველა როცა აქვს ადამიანს გახანგრძლივებული, გაუთავებლად იღებს სხვადასხვა ტიპის წამლებს, ამოცანაა ხოლმე რომ ხველა შეჩერდეს. ამ დროს ხველა არის ჩვენი დამცველობითი რეაქცია, გასაგებია რომ ძალიან შემაწუხებელია, ზოგჯერ ღამე არ გვაძინებს, მაგრამ უბრალოდ დრო ჭირდება ხანდახან რომ ლორწოვანის მთლიანობა აღდგეს, აღარ იყოს გაღიზიანებული და ხველაც ნელ-ნელა თანდათანობით გადაივლის. ჩვენ თქვათ სათაურში როგორც თქვით ერთ-ერთი
ამოცანა იყო დღეს გველაპარაკა ასთმის მქონე ადამიანებზე, რომლებისთვისაც ხშირად ეს ვირუსული ინფექციები ძალიან დიდი პრობლემა ხდება ხოლმე. როგორ ახდენს გავლენას ვირუსული ინფექცია ასთმის მქონე პაციენტებს? Ну, აი ხშირად არის ასეთი მოსაზრება, რომ ვისაც ალერგია აქვს, იგივე ასთმა აქვს, ინფექციები თითქოს უფრო ნაკლებად უნდა ემართებოდეს, იმიტომ რომ გაძლიერებული იმუნური პასუხი აქვს ორგანიზმს, როგორც ვიცით, ალერგიას ეს საფუძველი აქვს, ხო, ორგანიზმის გაძლიერებული იმუნური პასუხი, თუმცა აქ სრულიად საპირისპიროა რეალობა, ანუ ვისაც აქვს ბრონქული ასთმა, მათში ინფექციური პროცესის, მათ შორის ვირუსებით გამოწვეული ინფექციური პროცესის განვითარების რისკი და სიმძიმე უფრო, ასე ვთქვათ, გამოხატულია და ეს არის დაკავშირებული იმასთან, რაც ვთქვით, რომ ვირუსის გადატანის შემდეგ დარჩენილი ანთება, ამ შემთხვევაში გვაქვს ჩვენ ქრონიკული ანთებითი პროცესი, ეს არ არის ინფექციური ანთებითი პროცესი, არამედ ამ შემთხვევაში გვაქვს ალერგიული, ანუ იმუნურად განპირობებული ანთებითი პროცესი, რომელიც განაპირობებს იმას, რომ იგივე ინფექციების განდევნა, ასეთი ბრონქული ხიდან, ასე ვთქვათ, უფრო მძიმედ ხდება, ანუ ძნელად ხდება და შესაბამისად ხდება უფრო ადვილად დაინფიცირება ინფექციით და ამ ინფექციის გახანგრძლივებული მიმდინარეობა. შესაბამისად, იგივე ასთმის, სხვა რესპირატორული ალერგიების გამოვლინების შემთხვევაში ინფექციის როგორც დამართების, ისე, ანუ ინფიცირების, ისევე მისი გახანგრძლივების რისკი გაცილებით უფრო მაღალია. და ხშირად გააგრძელებ კიდევ ერთხელ ვისარგებლოთ შემთხვევით და უთხრათ ასთმიან პაციენტებს, რომ მათთვის გრიპის ვაქცინა წინააღმდეგ ნაჩვენები კი არ არის, როგორც ბევრს გონია. პირიქით, მათ კიდევ უფრო მეტად ჭირდებათ დაცვა, რომ ნაკლებად დაემართოთ ან ნაკლებად გაურთულდეთ გრიპი, რადგან ასთმის მქონე ადამიანებისთვის გრიპი კიდევ უფრო მძიმედ შეიძლება წარიმართოს და უფრო მეტად გაუხანგრძლივდათ თავიანთი სიმპტომები. და აი ხშირად არის ხოლმე იმაზეც საუბარი, რომ არასოდეს არ მქონია ალერგია და თქვათ აი ვირუსის გადატანის შემდეგ შეიძლება თუ არა განვითარდეს ალერგიული პროცესი. ნუ პასუხი არის დიახ, განსაკუთრებით ისეთ ადამიანებში, ვისაც აქვს გენეტიკური წინასწარგანწყობა, ანუ ოჯახური შემთხვევები შეიძლება იყოს ამ ალერგიის მიმართ წინასწარგანწყობის და ასეთ შემთხვევაში გაცილებით უფრო მაღალია ალერგიული დაავადების თავიდან, ასე ვთქვათ, განვითარება. ეს ხდება როგორც ბავშვთა ასაკში და უფრო მეტად რასაკვირველია ბავშვთა ასაკში, თუმცა ნებისმიერ ასაკში შეიძლება პირველადად გამოვლინდეს ალერგიული პროცესი აი ამ ვირუსების გადატანის შემდეგ. განსაკუთრებულად უნდა გამოვყოთ ორი ვირუსი, რომელიც ძალიან ბევრი კვლევით არის დადასტურებული, რომ არის დაკავშირებული იგივე ასთმის ან სხვა სასუნთქი გზების ალერგიების განვითარებასთან. და ეს არის პირველ რიგში რინოვირუსები, რომელიც ძალიან ფართოდ არის გავრცელებული, იგივე გაციების ვირუსებსაც ეძახიან, ანუ გაციებით მიმდინარე დაავადების. ეს არის ძირითადად სურდოთი მიმდინარე ვირუსები, რინოვირუსები, რომლებიც სურდოს ყველაზე ხშირად იწვევენ. განმეორებითი ასეთი ეპიზოდები ამ შემთხვევაში შეიძლება ჩამოაყალიბონ ამ ეპიზოდებმა ჩამოაყალიბონ ბრონქული ასთმის შემთხვევების განვითარება. და მეორე არის ეგრეთ წოდებული რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს ადრეული ასაკის ბავშვებში ხოლმე. და თუ კი განმეორებითი შემთხვევები ამ ვირუსით გამოწვეული, აქაც თავიდან, ანუ განვითარება, ანუ ბრონქული ასთმის განვითარების შანსები იზრდება. ამიტომაა, რომ ბოლო პერიოდში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვითონ იმ ვირუსის იდენტიფიცირებას, ანუ განსაზღვრას, თუ რომელი იწვევს ამ ზემოსასუნთქი გზების ინფექციას, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ამას ექიმებიც კი არ აქცევენ დიდად ყურადღებას და არ ხდება გამოკვლევა თუ რომელ ვირუსთან გვაქვს საქმე, არადა
კორონავირუსის პანდემია მაჩვენა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროზე გავარკვიოთ რა ვირუსთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ მათი შემდგომი, თქვათ, გართულება ან ძალიან, თქვათ, ხანგრძლივ პერსპექტივაშიც მათი ზემოქმედება ორგანიზმზე ყოველთვის განსხვავდება ერთმანეთისაგან. თუმცა თვითონ გამწვავებების თვალსაზრისით ბრონქული ასთმის დროს მარტო ეს ორი ვირუსი რასაკვირველია არ თამაშობს როლს, არამედ იგივე გრიპის ვირუსი ძალიან ხშირად განაპირობებს გამწვავების და დამძიმებას ბრონქული ასთმის მიმდინარეობის და ხშირად საჭირო ხდება იგივე პრეპარატების ან შეცვლა, თქვათ, სქემის შეცვლა, ან გაზრდა მათი დოზის და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ძალიან ყურადღება მისაქცევია გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადებების ნებისმიერი ეპიზოდი, მათ შორის უნდა გამოიყოს იგივე პარაგრიპი, იგივე ადენოვირუსები, იგივე კორონავირუსები, ეს ახალი კორონავირუსი და ის 4 სხვა კორონავირუსი, რომელიც ისედაც ცირკულირებს ყოველწლიურად ჩვენს როგორც სტანდარტული რესპირაციული ვირუსი კი. ასევე ჩვენ ახლა ასთმაზე ვამახვილებთ ყურადღებას, მაგრამ მაინც რომ შევეხოთ მოკლედ ვირუსის შემდეგ გახანგრძლივებული ხველის დროს რა არ უნდა გამოგვრჩეს, ანუ სხვადასხვა მიზეზი შეიძლება არსებობდეს, რა თქმა უნდა, გახანგრძლივებული ხველის, ახლა ჩვენ მარტო ამას ვერ დავიჩემებთ, რომ ვირუსის შემდეგ უბრალოდ გაღიზიანებულია ლორწოვანი და ამიტომ ხანგრძლივდება ხველა, მაინც გარკვეულწილად საყურადღებო ნიშნებს უნდა მიექცეს ყურადღება, კიდევ რა შეიძლება იყოს გახანგრძლივებული ხველის მიზეზი და რა არ უნდა გამოგვრჩეს. ამაზე პირველ რიგში ხომ ვიტყვი, რომ ეს არის ტუბერკულოზი, რომელიც არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც არის გახანგრძლივებული ხველა, იმიტომ რომ თუ ტუბერკულოზის დროს მოგეხსენებათ არის ხშირად ხველა, ზოგჯერ შეიძლება დაემთხვეს ვირუსულ ინფექციას და ადამიანს ეგონოს, რომ ეს არის ვირუსული ინფექციის შემდგომი პერიოდი და ამ დროს გაიპაროს ტუბერკულოზი, ამიტომ თუ გახანგრძლივებული ხველა, პირველი რაც ყოველთვის უნდა გამოირიცხოს ხოლმე, ეს არის ტუბერკულოზი, განსაკუთრებით თუ ნახველი არის. ასევე უნდა გამოირიცხოს მოზრდილებში და განსაკუთრებით წეველებში ფილტვის კიბო, განსაკუთრებით სისხლიანი ხველის დროს. ჩვენ წეღან ვახსენეთ ბაქტერიული თანდართული ინფექციები, რომლის დროსაც საჭირო ხდება ხოლმე ანტიბიოტიკოთერაპია. ანუ თუ იყო რაღაც ვირუსული ინფექცია, გახანგრძლივდა ხველით და ახალი სიმპტომი წამოვიდა, ცხელება მაგალითად, ისევ მოყვითალო ნახველი, აქ უკვე არის რისკი, რომ იყოს თანდართული ბაქტერიული ინფექცია, შეიძლება იყოს პნევმონია, ანუ ფილტვის ანთება და ამ დროს ყურადღება გვჭირდება, რომ არ გამოგვრჩეს გართულებები. კიდევ ხო არ მოვიწდება რამე. კი, ნუ აი ალერგიოლოგიის კუთხით ვიტყოდით, რომ აი ისეთი ნიშნები, როგორიცაა მაგალითად ქოშინი, არ უნდა ახასიათებდეს ჩვეულებრივ ვირუსის შემდგომ და გახანგრძლივებულ ხველას, იგივე ბრონქოსპაზმის ეპიზოდები თუ გვაქვს, ასევე ხიხინი, მსტვინავი ხიხინი განსაკუთრებით, რომელიც ისედაც ისმის, ასე ვიზინგსაც ეძახიან, არის ასეთი ტერმინით შემოსული. ჩვენში ეს არის აი მსტვინავის სუნთქვა და გულმკერდის შებოჭვა, ამოსუნთქვის გაძნელება. ყველა ეს სიმპტომები არის ის, რომელსაც უნდა მივაქციოთ აუცილებლად ყურადღება და მათი გამოკვლევა იგივე ინსტრუმენტული მეთოდებით არის შესაძლებელი. ერთ-ერთი არის რენტგენოლოგიური კვლევა, მაგრამ რენტგენოლოგიური კვლევა ხშირად არ გვაძლევს სურათს, თუ როგორია ბრონქების გამტარობა, გამავლობა, რასაც ამის საშუალებას გვაძლევს ფუნქციური ტესტირება, ეს იგივე სპიროგრაფია მაგალითად, რომელიც არის მსგავსი იგივე მაგალითად კარდიოგრაფიის გულის დაავადებების დროს, აქაც ამ ბრონქული ხის გამტარობის შეფასება ძალიან მარტივი მეთოდოლოგიით შესაძლებელია, რომელიც ადრეულ ეტაპზე გვაძლევს საშუალებას იმის, რომ გამოვავლინოთ, არის თუ არა აქ ალერგიული ანთებითი პროცესი მიმდინარე, რაც რასაკვირველი ანტიბიოტიკებით ვერანაირად ვერ მოხდება ამ ანთებითი პროცესის მკურნალობა, მას ამისთვის ესაჭიროება ამ პროცესის მკურნალობა სპეციალური პრეპარატები, როგორც არის იგივე მაგალითად ჩასასუნთქი, ანუ საინჰალაციო სტეროიდები
და ასევე ბრონქოდილატატორები, ანუ ბრონქების გამაფართოებელი საშუალებები, რომლებიც თუ ადრევე დაინიშნა, სრულიად შესაძლებელია ალერგიის, მათ შორის ბრონქული ასთმის მართვა, მკურნალობა და უნდა აღინიშნოს, რომ ადრეულ ეტაპზე ეს შექცევადი პროცესია არ ნიშნავს, რომ ბრონქული ასთმის დიაგნოზი გინდა თუ არა, რომ ეს არის სამუდამო დიაგნოზი, ანუ ამ შემთხვევაში ხშირად გვაქვს განკურნების შემთხვევები, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში უმრავლეს შემთხვევაში ხდება განკურნებით დამთავრება. დიაგნოსტიკაზე მინდა ვთქვა, ჩვენთან ძალიან დამკვიდრებულია ადამიანები მოითხოვენ ეგრეთ წოდებულ ფილტვის მოსმენას. ყოველდღე ამას ვაწყდებით. მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი დაავადებების დროს, ფილტვის დაავადებების დროს ეს ეგრეთ წოდებული ფილტვის მოსმენა, ანუ ჩვენს ენაზე აუსკულტაცია ფონენდოსკოპით, ხშირად სრულიად არაეფექტურია, არა და თავს ამით იმშვიდებენ ადამიანები ხშირად ან თქვათ თავიანთ ექიმს ან ნაცნობ ექიმს მოასმენინებენ ფილტვს და თუ მოისმენენ რომ არაფერი არ არის, მშვიდებიან და ამით თავდება გამოკვლევები. სინამდვილეში ეს ფილტვის მოსმენა ძალიან შეზღუდული მეთოდია, ასე ვთქვათ. მხოლოდ რამდენიმე რაღაცა შეიძლება ვთქვათ მოვისმინოთ, მაგრამ ხშირად კიდევ ვიმეორებ, საერთოდ არამოსმენადია ეს პათოლოგიური ცვლილებები და შეიძლება საერთოდ გაიპაროს, მაგალითად ტუბერკულოზის დროს შეიძლება ვერაფერ ვერ მოვისმინოთ. აი კოვიდმაც დაადასტურა ეს უმძიმესი დაზიანებები იყო ხოლმე ფილტვის და ყურში შეიძლება ფაქტიურად ვერაფერი ვერ მოგვესმინა, ამიტომ აი ძალიან დიდი იმედებს ამ ფილტვის მოსმენაზე ნუ დავამყარებთ და ბევრი სხვადასხვა კვლევა არსებობს, რომლითაც უნდა შეფასდეს პაციენტი და არა უბრალოდ ფონენდოსკოპის დადებით, რომლის დროსაც ხშირად კიდევ ვიმეორებ, ვერაფერს ვერ გავიგებთ ზოგიერთ შემთხვევაში. რადგანაც ჩვენ ძირითადი აქცენტი გახანგრძლივ ხოლას და ასთმაზე გვქონდა, მაგრამ რადგან ამ თემაზე ვლაპარაკობთ, კიდევ ბევრჯერ გვითქვამს და ერთხელ კიდევ მინდა გავიმეორო, რომ ამ სეზონზე სეზონური გრიპის ვირუსები არის რამდენიმე, რომელიც ცირკულირებს. უმრავლესობა არის A ტიპის ვირუსი, არსებობს B ვირუსიც, მაგრამ ეხლა ჩვენ ძირითადი შემთხვევები გვაქვს A ტიპის ვირუსის. და კიდევ ერთხელ მინდა განმარტო, რომ სწრაფი ტესტი, როდესაც კეთდება და პასუხი არის, რომ A ტიპის გრიპის ვირუსი დადებითია, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს ეგრეთ წოდებული ღორის გრიპი. იმიტომ რომ ღორის გრიპი, ანუ H1N1 არის ერთ-ერთი ვირუსი A ტიპის გრიპის ერთ-ერთი ქვესახეობა. ამჟამად ცირკულირებს ასევე ძალიან აქტიურად H3N2 და სხვა ქვეტიპებიც. და კიდევ მინდა დავაყოლო, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. A ტიპის რომელი ქვეტიპია. იმიტომ რომ ეს იქნება ეგრეთ წოდებული ღორის გრიპი თუ H3N2 თუ სხვა, ყველა მათგანი არის ამჟამად სეზონური ვირუსი, მიმდინარეობს მსგავსად და რაღაცა განსაკუთრებული არ ხდება თუ დაისვა H1N1-ის დიაგნოზი და კიდევ ვიმეორებ, ჩვეულებრივი ტესტები ამას ვერც არჩევს. რატომ უსვამ ხაზს ამას? იმიტომ რომ რაღაცნაირად თითქოს 2010 წელს შეგახსენებთ, რომ ჩვენ მქონდა ღორის გრიპის პანდემია H1N1-ის და ეთყობა იქიდან არის დარჩენილი ეს რაღაც გადამეტებული შიში ამ ვირუსის მიმართ და ეხლაც იმეორებენ ადამიანები, სამწუხაროდ ხშირად ექიმებიც, რომ აი ღორის გრიპი აღმოაჩნდა ადამიანს და ესე იგი რაღაცა სასწაული მიმდინარეობს და ამ დროს ზოგჯერ ხშირად ზედმეტადაც ნიშნავენ ხოლმე ტამიფლუს და ანტივირუსულ თერაპიას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ღორის გრიპია თუ სხვა ქვეტიპია, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, A ტიპის ვირუსი ერთნაირად მიმდინარეობს ყველა ქვეტიპი, გართულებების რისკი ერთნაირი აქვს და ჯერ კიდევ დროა, კიდევ დავაყოლებ, რომ ავიცრათ, იმიტომ რომ კიდევ მეორე პიკით შეიძლება გქონდეს თებერვალ-მარტში, რაც არაერთ წელს ყოფილა ხოლმე. რა თქმა უნდა, ჯობია რომ ოქტომბრის თვეში ავიცრათ, მაგრამ თუ ჯერ კიდევ არიან ადამიანები და ასეთ ბევრია სამწუხაროდ, ვინც არ აცრილა, ისევ ჯობია რომ საკითხი გადავწყვეტოთ და აი ბევრი ხალხს გვეუბნება რომ აი ავიცერი, მაგრამ მაინც დამემართა გრიპი, ანუ ამ შემთხვევაში სხვა ინფექციაც ძალიან ხშირია რომ იყოს, მაგრამ გრიპი შეიძლება დაგვემართოს, რა თქმა უნდა. ანუ შეიძლება ლაბორატორიულად დადასტურებულიც იყოს გრიპის ვარიანტი, იგივე A ტიპის გრიპი.
აქ კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პირველ რიგში გვიცავს მძიმე დაავადების განვითარებისაგან. ეს არის ჰოსპიტალიზაციისგან და პნევმონიისგან. ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, ამოცანა ვაქცინაციის არის ეს და ალერგიასთან მიმართებაში, იგივე ბრონქული ასთმის მქონე ადამიანების შემთხვევაში ზოგჯერ თავს იკავებენ, მათ შორის ექიმებიც ვაქცინაციისგან. არა და აქ პირიქით არის, ანუ ეს არის ის ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც პირველ რიგში ეკუთვნით აცრა, ვინაიდან თვითონ გრიპით გამოწვეული უკვე გართულებები გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე რაღაც თეორიული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც გარკვეულ იმუნურ სისტემაზე მოქმედების თვალსაზრისით, თქვათ, ვაქცინებზე ვისაუბროთ. ეს ფაქტიურად არის ფსევდომეცნიერული, ანუ არ არის მეცნიერული მტკიცებულებები იმისა, რომ ვაქცინაცია რაღაცნაირად ამძიმებს ალერგიის მქონე, მათ შორის ბრონქული ასთმის მქონე ადამიანების იმუნურ პასუხს. შესაბამისად, აქ ცალსახაა ჩვენება, რომ ამ ჯგუფის ადამიანებს პირველ რიგში უნდა მივცეთ რეკომენდაცია, რომ აიცრან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით. ძირითადად ეს გვინდოდა გვეთქვა, პრინციპში შევაჯამეთ. ჩვენ დაგიბრუნდებით ყოველ ორ კვირაში ერთხელ საინტერესო თემებით. შეგახსენებთ, ეს არის პოდკასტი ჯანმრთელობის მატრიცა, რომელსაც გთავაზობთ კლინიკა ნეოლაბი. დაგემშვიდობებით YouTube-ზე გამოგვიწერეთ და მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. დიდი მადლობა.